და რას პასუხობს საქართველოს ექს-პრეზიდენტი პროკურატურის ახალ ბრალდებას და რას უკავშირებს ქვეყნის ყოფილი პირველი პირი საქართველოში დაწყებულ სამართლებრივ დევნას ახლა კურიერის შეკითხვებს ნიუ-იორკიდან მიხეილ სააკაშვილი უპასუხებს. საღამო მშვიდობისა ბატონო მიხეილ, მადლობთ რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ბატონო მიხეილ, ეს უკვე მესამე ბრალდებაა თქვენს წინააღმდეგ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, რომელიც პროკურატურამ წაგიყენათ. ამ ბრალდების მიხედვით თქვენ თანხების გაფლონგაში გადანაშაულებენ. საუბარია 8 მილიონ ლარზე და ასევე პროკურატურა სწავლობს იმ 20 მილიონის მიზნობრიობასაც, რომელიც თქვენი პრეზიდენტობის ბოლო 4 წელიწადში დაიხარჯა. 28 მილიონი რამდენად ადეკვატურია ეს ხარჯი პრეზიდენტისგან ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა? ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ რატომ წამოაყენეს ეს ბრალი? წამოაყენეს იმის გამო, რომ პირველი 2 ბრალი, რომელიც იყო წმინდა პოლიტიკური ხასიათის და ახლა მეორე საერთოდ გაუგებრობა იყო ხო, რაც რაღაც ეს ყაჩაღი გელაშვილის მაგრამ მე არაფერი ამ საქმესთან არაფერი არ მისაქმეო და გარდა იმის, რომ ყაჩაღია და კრიმინალი და ყველა მიცის რაღაც მასთან დაკავშირებული საკითხები, ეს ყველამ აღიქვა აბსოლუტურად არასერიოზულად, მაგრამ და აღიქვა პოლიტიკურ ძევნად. მაგრამ ამდენი წელი, როცა ივანიშვილი იძახოდა, რომ 19 მილიარდი წაიღო სააკაშვილმა, არა მხოლოდ იძახოდა, ამ კაცმა დაიჯერა თვითონ თავისი ჭორები. ამ 19 მილიარდის შემდეგ იმის თქმა, რომ 9 წელიწადში 8 მილიონი წაიღო სააკაშვილმა, კი არ წაიღო, დახარჯა სტუმრების მიღებაზე, სასახლის ფუნქციონირებაზე, ტურიზმის რეკლამირებაზე, საქართველოს არაღიარების პოლიტიკაზე. მე ვფიქრობ, ეს ბრალი კიდევ უფრო სასაცილოდ აიგდებთ მათ და ბოლო ხანებში საქართველოს მთავრობა გადავიდა ეპისტოლარულ ჟანრში. მე არ მახსოვს არც ერთი საქართველოს მთავრობა შევარდნაძის ყველაზე მძიმე წლებშიც კი რომ მიმოწერა ქონოდა ჯერ ვაშინგტონ ტაიმს პოსტთან ესეთი ლანძღვაგინებითი, შემდეგ ამერიკელ სენატორებთან წიდა უკან წერილები ეგზავნა. ეს ყველაფერი სამარცხვინოა, აი რა არის მართლა სამარცხვინო, ეს ყველაფერი მარასში გადადის უკვე. ეს ყველაფერი სამწუხაროდ ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას. რაც შეეხება იმას ხარჯავდა თუ არა ნებისმიერი პრეზიდენტი ნებისმიერი ქვეყნის წევს ხარჯებს, ეს არის ჩვეულებრივი, მაგრამ მე მინდა რაც ამ კონკრეტულ ხარჯებზე ვილაპარაკო ხა. ხარჯებიცა და ხარჯებიც. ეს ყველაფერი ჩვენ დავადოკუმენტირეთ და ახალ მთავრობას გადავეცით. ხო, ეჭარ გეპარებათ, რომ შეღოლო არაფერი არ გავგვეტარებია, ყველაფერი რაც იყო კანონის პარაგრაფში გავატარეთ. ყოველი თეთრი დავადოკუმენტირეთ, როგორც იყო ჩვენი მთავრობის დროს, როცა კორუფცია არ იყო და გადავეცით ახალ მთავრობას. როგორც კი მათ გადავეცით, ივანიშვილმა წაიღო ეს ყველაფერი და ჩაკეტა თავის სეიფში. პირადად ივანიშვილმა. ამის შემდეგ გამოაგდეს 2-3 ყალბი რაღაცა. მათ ანგარიშ ფაქტურები ხო იყო, ცარიელი ბლანკები ხო. ერთი ბოტოქსი გაუშვეს პრესაში, მეორე საჯაიას და ბოკუჩავას რაღაც საჩუქები, რომელიც სიამოვნებით ვაჩუქებდი, მაგრამ მათ არ მიუღიათ. ესე იგი ახასავალდასავაში რაც დააწერია თვითონ ივანიშვილმა, იმას მოარგო შემდეგ გაყალბება ამ საბუთების. ეხლა მე სწორედ იმის გამო რომ ესე მოხდა, მე გამოვედი ინიციატივით და არაერთხელ უთხარი მთავრობას, რომ გამოაქვეყნეთ ყველა ეს ხარჯები, თქვით საჯაროთაც, განსაჯაროდ დროზე, რომ არ იყოს კითხვები. რომ არ მართლა არ დაემატოს ამას საჯაიას და იმას რა ქვია ბოკუჩავას კიდე 50 ვინმე სახელი არ დაემატოს კიდე უამრავი ათასი სისულელე, თქვი რომ ყველაფერი გამოაქვეყნეთ, ყველაფერი გამოიკლიეთ და არაფერი დასამალი და უკანონო ამაში არ არის. იმიტომ რომ კონკრეტული რაღაცეებია რა. აი ხა ლაპარაკობთ იმაზე რომ თქვათ ნახეთ იქა რომ პერუში რატო ჩავიდა და თქვენ გონიათ მე მეხალისებოდა პერუში წასვლა? პერუში იყო ახალი პრეზიდენტი აირჩიეს უმალა, რომელმაც არჩევამდე რამდენიმე თვით ადრე ის ხო მემარცხენე დეპუტატი პერუს კონგრესის განაცხადა კონგრესში, რომ მათ უნდა აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ხა პერუს ხრიდან აღიარება ჩვენზე იქნებოდა მძიმე დიპლომატიური დარტყმა. როცა ჩვენ გავაჩერეთ სხვა აღიარება. ჩავედი პერუში იმ სიშორეზე, მართლა გადავფრინდი რამდენიმე გადაჯდომით. შემდეგ დაპატიჟეს კულტურულ ღონისძიებას მეორე ქალაქში, სადაც იყო რამდენიმე პერუს პარლამენტის წევრი, ისევე როგორც იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ისევე როგორც იყვნენ პერუს ჟურნალისტები. რატო უნდა გვეთქვა ამაზე უარი? ასევე იმასაც გეტყვით, სამწუხაროდ ესეც გამოაქვეყნეს ამ სამარცხვინოება, რომ რამდენიმე საგარეო ჩინოვნიკს იმ ქვეყნებში, სადაც იყო რისკი აღიარების, ჩვენ გადავეცით ფასიანი საჩუქრები. კი, გადავეცით ფასიანი საჩუქრები. მერე და რო არ გადაგვეცა და კიდე 20 ქვეყანა დამატებოდა ამ აღიარებას, რა იქნებოდა ამაში და მე არა მაქვს კორუმპირებული შემოსავლები. ივანიშვილს არ ჯერა ეს. იმიტომ რომ ივანიშვილი, რომელსაც თავიდან როცა პირველად შევხვდა მე, გამომიცხადა რომ მე შენ მოგცემ
100 მილიონს ეგრევე და თვითონ აქ ეს მოყოლილი ეს ხომ მე თვითონ აქ მოყოლილო 100 მილიონი შევთავაზე ეგრევე და უარი მითხრაო ესე იგი ისე კორუმპირებული იყო უარი მითხრა კორუმპირებული არა ვარ მე აქ დავდივარ მეტროთ ჩემი ოჯახი ცხოვრობს ზუსტად იმავე სახლში სადაც ცხოვრობდა სადაც ცხოვრობდა პრეზიდენტობდა სანდრა და ბავშვიც და დედაჩემის და ბებიაჩემი იმავე სახლში ცხოვრობენ უბრალოდ ბებიაჩემს კიდე სახლი დაუნგრია ამის დამატებით ესე იგი მე არაფერი არ მომატებია მაგრამ ქვეყნის ბიუჯეტი გაიზარდა 11-ჯერ ქვეყანაში ტურისტები რო იძახეთ რომ ეხა ხო ყველას მოწოს ბათუმში ჩამოსული ტურისტები გუშინ გამომიგზავნა ჩემო მეგობარმა მარტვილის კანიონზე უამრავი ევროპელი ტურისტი გასაბენ ნავებით ეს ტურისტები როგორ ჩამოვიყვანეთ ჩვენ ბათუმის ბულვარი რო გჭირდებოდა აი ხა ხარჯები რო აი გაფრინდა გამოფრინდა ბათუმის ბულვარი გჭირდებოდა ზაფხულში მაისში 26 მაისს დაიწყო შენებლობა როცა თბილისში მიტინგს მიწყობდნენ იმ დღეს უფრო 10 მაისს იმ დღეს დაიწყებს შენებლობა გჭირდებოდა ორ კვირაში პროექტი. იმ საღამოს გადავფრინდით ვალენსიაში. შევხვდით ამ არქიტექტურულ კომპანიას ღამის 2 საათზე. რამდენიმე სადილი გაუმართეთ, არ არის დასამალი. ჩამოვიყვანით იქ გადავყევით თან. და ეს არის ის ხალხი, ვინც ორ კვირაში ეს პროექტი დაგვიმზადა. ძალიან იაფად სხვა 150,000 დოლარი გამოგვართეს, მაშინ როცა სერიოზული არქიტექტურული კომპანიები ითხოვდნენ რამდენი მილიონს და ეს ბულვარი დაუმთავრეთ ჩვენ 1 აგვისტოსის როცა ბათუმში იყო ტურისტული სეზონი. ბატონო მიხეილ, რატომ დადგა აუცილებლობა რომ 2009 წლის შემდეგ პრეზიდენტის ხარჯების ნაწილი საიდუმლო გამხდარიყო? იმიტომ რომ ვლადიმერ პუტინმა ერთი ყველა ქვეყანაში პრეზიდენტის გადაადგილება რას ჭამს, რას სვავს და რას კურნავს, აი საიდუმლო. ეხა მაგრარი ის ხო, გაიგო ხო საქართველოს საზოგადოებამ რომ ეს რა ქვია, თირკმლისთვის ვიღებ ტაბლეტებს და ის რა ქვია, პროსტატის რაღაც პრობლემისთვის. ამით მოგეშვათ? გამოაქვეყნეს ეს რომ იღებს ტაბლეტებს. ხო, იღებს პრეზიდენტიც არის ადამიანი და ხანდახან პროსტატას ტკივა. მერე მოეშვა ამით ივანიშვილს რომ ეს გამოაქვეყნა. და რა მიიღო ამით? და საუბარი არის იმაზე რომ 2008-ში პუტინმა თქვა საჯაროდ რომ სააკაშოს მე ფიზიკურად გავანადგურებ. იყო ეს თუ არ იყო ასე? მედვედევმა გაიმეორა ეს რომ ცხედარია თუ არ იყო ესე? სარკოზის მოუყვეს თუ იყო თუ არ იყო? ნებისმიერი დაცვის სამსახური ამას ჩაოლებრივად გაესაიდუმლოა. სად მივდივარ, როგორ მივდივარ? ამას ეს იყო რეკომენდაცია ჩვენ დასავლელი მეგობრებისაც, მაგრამ პრაქტიკულად არც არ მყოლია ზედმეტი დაცვა. პრაქტიკულად მე ვარ თავისუფალი ადამიანი და რაც უნდა დამაშინონ გადავადგილები ჩაოლებრივად. მაგრამ ეს იყო მათი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ყველაფერი დადოკუმენტირდა და გადაეცა და მონარქიის ქვეყნებში ასე არის. მაგრამ არის რაღაცები, კიდევ ერთხელ მოვარებ, უნდა მიგვეცა თუ არა საჩუქრები იმ ხალხის. აი ეგ ვიღაცას ერთი აჟიოტაჟა გლიცინი აქვს დატეხილი ერთ-ერთ შენაძეზე რომ ჩვენ გავაკეთეთ. ამ შენაძენის ვისგანაც გავაკეთეთ, იმის მამა ჩვენ ჩამოვიყვანეთ იმავე კვირას, როცა ეს შენაძენი გაკეთდა, ჩვენ სამხედრო ინდუსტრიაში სამნიშნავანი ტექნოლოგიის დასამუშავებლად. იყო ეს გასაკეთებელი თუ არ იყო გასაკეთებელი. ამიტომ არის ყველა კიდევ ერთხელ ვუყურებ. ესენი ხო აგძელებენ იგივეს ყველა. აი ზარეულზე ლაპარაკობ და ეს ერთი ქალბატონი თქვენ იმაში. ეს ზარეული ვალენსიაში რო ჩავედით და როცა მოვილაპარაკეთ ამ არქიტექტორების თხოვნა იყო რომ აგერყავთ ზარეული თუ გინდა ძალიან გთხოვთ რომ წაიყვანეთ როგორც პაკეტის ნაწილი. წამოვიყვანეთ და სად მუშაობდა ეს ზარეული? არა პრეზიდენტის სასახლე, პრეზიდენტის სასახლეში იყო თვენახევარი სანამ ის რესტორანი დამთავრდა ბათუმში. ბათუმის ცენტრში შერატონის წინ გაიხსნა დიდი რესტორანი, სადაც მე სულ ორჯერ ვარ ალბათ ნამყოფი, მაგრამ სადაც ყოველდღე დადიოდა ხალხი და სადაც ეს კაცი ქმნიდა სტანდარტებს და მათ შორის ლექციებს ვაკითხებდი კულინარიის ტექნიკუმში და ამავდროულად. ესე ხდება. ბატონო მიხეილ, სერიოზულად ხდებია მიწერილი. რანერად გაიზარდა. მე კიდევ ერთხელ კითხვა არის მარტივი. 100,000 იყო ტურისტი მე რო გავხდი პრეზიდენტი. ეხა არის 6 მილიონი. ეს ვინ ჩამოიყვანა? ეს მან ჩამოიყვანა, რა ქვია, ჯაჭვლიანმა, ეკაბესელიამ, ივანიშვილის მუდმივმა ლაპარაკმა ახალმა მერმა რაც გამართა პირველი თათბირი როგორ უნდა დაანგრიოს შვიდობის ხიდი და როგორ უნდა დაანგრიოს კულტურის ცენტრი ფუქსასის გაკეთებული სხვა ჩვენს რომელსაც ასევე გადავყევით თან იქაც და აქაც ძალიან მოვარეთ რომ დათანხმებულიყო სოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურა ამის გაკეთებაზე ვინ უნდა აბა როგორ კეთდება ეს ესენი მოვიდნენ პროგრამით გრევის ეხა ესე რო ყოფილიყო ტურისტები გაიზრდებოდა 60 ჯერ საქართველოში ხო ფაქტია რომ შეფერხება მოხდა ტურიზმის დის ამიტომ ბატონო მიხეილ სერიოზული თანხებია მიწერილი კოსმეტიკურ პროცედურებზე თითქმის 700,000 ლარი ასევე ქალაქ ინსბრუკში გასახდომი ცენტრის ხარჯები სადაც გიგი უგულავას ყოფნაც არის დაფინანსებული აი სრული სიცრუე მაგ მოკითხეთ ივანიშვილს და სხვა შორის იგივე მოუყვა BBC-ს და BBC-ს კორესპონდენტს სიცილით მითხრა რომ ესე მითხრა რომ შენ ბოტოქსი კეთებ მოთხე მე შემომხედეთ სახეზე ახლა და კარგად შეხედეთ მაგის სახეს ჩვენ ორ შორის ვის აქვს კოსმეტიკური პროცედურები გაკეთებული ეგ არის დღესავით ნათელი მე არ ეს არაფერში არ მჭირდება და ეს არის სრული სიცრუე. ეს არის ერთ-ერთი ის სიყალბე, რასაც ის აკეთებს და რაც შეეხება იმას, რომ ვიყავით ერთად რაღაც კონფერენციაზე
ევროპაში და სამედიცინო გამოკვლევად ჩავიტარეთ იმ ცენტრში დღენახევრიანი, რა მერე ამაში. დღენახევარი ვიყავით. და რომელი და სრული ჩეკაპი გავაკეთე. რომელი ქვეყნის პრეზიდენტი არ აკეთებს პატარა სტუდიის ამას 2 წელიწადში, 3 წელიწადში ერთხელ. ბატონო მიხეილ, ტანსაცმელი სტილისტი მზარეული, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ კიდევ არის აი პიჯაკების და პალტო იქ ფიგურირებს, რაღაც 50000 ლარი არის. რამდენი ცალი იყო, მითხარი? 7 პიჯაკი არის და 1 პალტო. ჯამში 50000 ლარი ფიგურირებს. ბოდიში 9 წელიწადში საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც საქართველოს გააცნო თელ სოფლიოს, რომელიც დაესწრო ამ 9 წელიწადში 50-ზე მეტი სამიც, მიიღო სოფლიოს ყველა წამყვანი ლიდერი თითქმის საქართველოში. 7 პიჯაკი დაჭდა ეს 7 პიჯაკი მხოლოდ 8 პიჯაკი და ამაზე არის ივანიშვილი რასაც აგებს ყველაფერს კარგით ხალხო ხა და მე ვაცხადებ კი რომ განსხვავებით ამ ხალხისგან მე კორუმპირებული არასდროს არ ყოფილა ჩემ ოჯახს შემოსავლები არ აქვს მე არ შებელო ჩემ თვითონ მე თვითონ ყიდვა არც შესაბამის პიჯაკის არც რომელი გირჩენია თქვენ პრეზიდენტი რომელიც კერძო თვითფრინავს სავის თვითფრინავით დაფრინავს და ბევრ ფულს აკეთებს თუ პრეზიდენტი რომელსაც სახელმწიფო ინახავს, მაგრამ სამაგიეროდ არავის ფულს არ აპარიებს. სიტუაცია არის ძალიან კონკრეტული, მეგობრებო. ძალიან კონკრეტული. შევარნაძე როცა წავიდა, ეხა შევარნაძე დაგზავნეს დიდი პატივით. მეც პატივი მივაგე მიხსოვს. მაგრამ მოდი ეხა გულწრფელად ღიად ვილაპარაკო. შევარნაძე როცა წავიდა პრეზიდენტობიდან, გადასახვევი ერთი არ დაუტოვებია, საჩუქრებს ყველა პრეზიდენტი იღებს, ხო? მე გადმომცეს მინიმუმ 15-20 მილიონი დოლარი ღირს ის უძველესი ქართული ბიბლია. ასეთი მაგდონის ქართული ხელნაწერი არავის არ. გადმომცეს. ცალკე კერძო ოთახ მითხრეს რომ შენ გაძლევთ პირადად არავის არანაირი პრესა იქ არ ყოფილა, არსად არ ყოფილა ამას გაცხადება. უცხოური სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა. ეს ბიბლია ჩამოვიტანე და საზეიმოდ გადავეცი ხელნაწერების მუზეუმს. ეს რამდენიმე ძალიან ბევრი მილიონი ღირს ერთი. მეორე უაქვთელი ეს საჩუქრები, რომელიც გადმოგცეს, ყველაფერი დარჩა საქართველოს. შევარნაძეს სახელმწიფო აგარაკი ჩვენ გადავეცით. მე არა მხოლოდ აგარაკი ან სახელმწიფო რეზიდენცია არ დამჩენია. როდესაც დავუმთავრე პრეზიდენტობა, რამდენიმე მსხვილი ინვესტორი, რომელსაც გადავყევით ის, რომ კაპიკი არასდროს არ გამოგვირთმევია, მოვიდა ჩემთან გითხრა, ეხლა ჩვენ მზათა ვართ უზრუნველყოთ ჩვენი ცხოვრება უცხოეთში. რახანეს ვიცი, რომ ფული არ გაქვთ. მე ვთქარი, მთელი ფული რისი მოცემასაც აპირებთ. გადაეცით საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას საქართველოში სააკაშვილის. ჩვენ ავაშიეთ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა შევარდნაძე სახელმწიფო აგარაკი წაიღო და მე დავტოვეთ იმ სახსრებიდან რომელიც უნდა ყოფილიყო ის რასაც უნდა შევენახე უცხოეთში თლიანად გადავეცი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას საქართველოში ეს არაჩვენებს სტილის განსხვავებას ეს არაჩვენ როცა საჩუქრებს ვლაპარაკობთ შეიხ ნახაიანმა ჩემმა მეგობარმა არაბთა ემირატებიდან 20000 პალმის ხე მაჩუქა დაბადების დღეს ეხლა როგორ ფიქრობთ თვალი რო ჩაემპუჭრნებია ამ პალმის ხის ნაცვლად თვითფრინავს არ მაჩუქებდა რამე იქ დიდ ვილას არ მაჩუქებდა სანმე კარგ ადგილზე აღარ ვლაპარაკობ სხვა ძვირფას საჩუქრებს მაგრამ ძალიან კარგად იცოდან ჩემი გემოვნებები და ჩემი მისწრაფება რომ ჩემთვის მე არაფერი არ მინდა ყველაფერი რაც იყო ყველაფერი გადავეცით საქართველოს ეს პალმის ხეები არის ეხა იმ კურორტებზე სადაც ეს ტურისტები დადიან მათ შორის ნაწილი არის ანაკლიაში, ნაწილი ვიყიდეთ და ნაწილი ესენია, სადაც ძალიან მიხარია რომ რაღაცა ფესტივალი იმართება ეს ყველაფერი გადაეცა საქართველოს. ეს არის განსხვავება, რომ მე ჩემსა და ივანიშვილს შორის. ივანიშვილი არის კაცი, რომელიც მოვიდა ვითომ ფილანტროპის იმით, მაგრამ სანამ მე ვიყავი ვახარჯებდი ფულს საქართველოს, კაპიკი არ დაუხარჯია მას შემდეგ რაც მოვიდა საქართველოს მართვაში. სამაგიეროდ მთელი გადაზიდვები, აი ერთი დეპუტატი როცნებოდა რომ გადაზიდვებში დავრჩენილ ვის მიასუნებდა მაგ საწოდავს იმ გადაზიდვებში. თლიანად არის უჩა და ეს არ არის ზღაპრები, ეს არის მისი მდეიდაშვილი საყვარელი უჩა. ესე იგი, ასობით მილიონი შემოდის ამ უჩას. ჰესები, რომელსაც მთელი ენერგეტიკული პროექტები, რომელიც ჩვენი მოყვალია, შეგნებულად რამდენიმე გააკოტრეს და შეიძინა ივანიშვილის კერძო ფონდმა, ესე იგი ივანიშვილი თითოეულ ხეზზე გააკეთებს მინიმუმ 50-100 მილიონს, ეს მეორე. მესამე როდესაც ლაპარაკობთ თბილისის ცენტრში გახსოვთ ეს პროექტი რო იყო რომ ჩვენ უნდა აი ხა რასაც იძახს ნარბანია რომ ეს უნდა დავანგრევიო უბრალოდ ინვესტორი თუ დაანგრევს ამას და სხვაგან აიღებს ვალდებულებას გადავწეთ მიწას ვინ არის ხო არიცით ეს ინვესტორი ვინ უტრიალებდა თელი ეს პერიოდი რიყეს და არ მივეცეთ და რატო იყო რიყეზე ასეთი ამბავი ბიძინა ივანიშვილი ეს არის კაცი რომელიც კერძო ინტერესის გარეშე ერთ კაპიკს რო ჩადებს თუ არა გარანტია რომ ამოიღებს 100 ლარს შანსი არაა რომ ჩადოს ეს არის განსხვავება მის სტილსა და ჩემს სტილსა და ეს კაცი დღეს
ჯერ აყალბებდა ამ ჩემ რაღაცეებს და აწერდა და თავის და შეინახა. ეს კაცი არის, რომელიც მე ბრალს მიყენებს იმაში და როდესაც ხალხს იძახს, აუ ჩვენ არ მოგწონს, იცით, ჩვენ არ მოგწონდა მაინდა-მაინც სააკაშვილის ესე იგი ჩვენ როგორც გადასახადების გადამხდელს არ მოგწონს მაინც ეს სააკაშვილო ხარჯა და ფულს ამ სხვადასხვა რემებზე ძალიან კონკრეტულია რა. ის მოგწონთ რომ ივანიშვილმა პრაქტიკულად საარჩევნო არჩევნები გაუქმნა საქართველოში. ის ხომ თვითონ ამბობს რატო აღწევს საქმე რომ სააკაშვილი არ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში თუ არა და აღწევს საქართველოს. მიხა მიხვდა რომ საერთაშორისო ვერ გამოაცხადეს აუხსნეს პოპულარულად ევროკავშირმა და ამერიკელებმა რომ ვერ მოგართვით. მაგრამ ქვეყნა თუ გადმოკვეთავს საზღვარს ესე იგი თუ როდის გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობს თუ როდის გადაწყვეტს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს თუ როდის გადაწყვეტს რომ ხელი შეეცვალოს რამდენიმე წუთის წინ პროკურატურამ თქვენზე შიდაძებნა უკვე გამოაცხადა ეს ოფიციალურად და მაგას ვიძახი ერთი და იგივეზე ლაპარაკობ გამოაცხადა შიდა და არაგარე რატო შიდა იმიტომ რომ თავარია ქვეყანაში არ ჩამოვიდა თუ ეს იმიტომ რომ ივანიშვილს რომელსაც უნდა რომ მაგალითად ხიდი დაანგრიოს ივანიშვილს რომელსაც უნდა რომ ყველა შენი გაჩერებულ პროექტები გაყინოს ივანიშვილს რომელსაც უნდა ხესებზე ფული აკეთოს ივანიშვილს რომელიც აკეთებს დღეს უკვე ასობით მილიონს აზერბაიჯანიდან შუა აზიიდან გადაზიდვებზე და ეს რის ფასად უდგება ქვეყანას დღეს რომ ლაზიკა აჟენებული იყო აი მარტივად რო გითხრა აჟენებული რო იყოს ლაზიკა უკრაინა რუსეთის კონფლიქტის გამო ოდესა იყო ხო თავარი პორტი აქეთ ხარ შავ ზღვაზე ოდესა პრაქტიკულად თავის ფუნქციას დაკარგა თელი ტვირთები შუა აზიიდან წამოვიდა საქართველოზე დღეს რომ ლაზიკა აშენებული იყოს თელი შუა ავღანური ტვირთები წამოვიდა საქართველოს ჩვენ კაზანტიპის იმეზე კი არ ვიქნებოდი დღეს უკვე იქ იქნებოდა შემოსავალი ასობით მილიონი ჩვენი მოქალაქეებისთვის რატო გააჩერეს იმიტომ რომ ეხლა ისე უჩა და სხვები დაინტერესებული არიან რკინიგზის თემით დაინტერესებული არიან იმიტომ რომ სანამ რკინიგზის თემა არ გაირკვა სანამ მიწების თემა არ გაირკვა ანაკლებში რაც არცეთ ჩვენგანს არ აქვს ეს მიწა არცეთ ჩემნათესას არ აქვს არცეთი ბიზნესი ჩვენ მოვახერხეთ რომ ეს გავაკეთეთ რომ ყველანაირად ეს გავაკონტროლოთ ეს ყველაფერი ეხა უნდა გავაკეთოს ნეპოტიზმით ბიძაშვილებით მამადაშვილებით თამეზაშვილების კლანი უჩა საყვარელი დეიდაშვილი ეს შმაგი ვინმე მოსკოვში FSB-სთან მისი კავშირი და ასევე მისი ძმისშვილი თუ დიშვილი ივანიშვილის რომელიც უამრავ ჩემ მეგობარს და ელაპარაკება და ზოგიერთ მათგანს და ნაცნობს ართმევს ბიზნესს აი ეს არის. აი ამას ვიღებ და ამასობაში რა თქმა უნდა ყველაფერი ეს თუ მოხდება, რა თქმა უნდა აუცილებელია რომ სააკაშვილი არ ჩამოვიდეს საქართველოში და მე ეს უბრალოდ მე მინდა უთხრა მას და ამაზე დავამთავრებ რომ ეს მარაზმი რომელიც ახლა არის ეს მარაზმი ამ მარაზმს ისტორია კი განжის, მაგრამ დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის ჯანსაღი უმრავლესობა მათ ყველას მიუჩენს თავის ადგილს. ეს მარაზმი ეს გაბანძე და ერთ ბოლო კითხვა როდესაც იძახი რა დახარჯა სააკაშვილმა 2012 წელს ყველა ქართველმა უნდა დაუსვას კითხვა. იყო თუ არა საქართველოს უკეთესი ადგილი ვიდრე 2003-ში. მე მგონი 10-დან 9 იტყვის რომ იყო ხო? გარდა იმისა, ვისაც კომპრომიტირებული შემოსავალი წაართვეს და გაუშვეს სამსახური და სადაც დაუმსახურებად იყო მოკალათებული ნეპოტიზმით და ჩაწყობით. კარგით. ეხლა დაუსვათ კითხვა. 2014 წელს არის საქართველოს უკეთესი ქვეყანა თუ არა ვიდრე 2012-ში. აქ მე ვფიქრობ აქაც პასუხი ძალიან ნაშკარა და ეს არის პასუხი იმ ყველაფერზე რა ხრიკებიც არ უნდა გააკეთო საბოლოო ჯამში სიმართლე არ დაიკარგება საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყანა ამ მარაზმისგან განთავისუფლდება მე ამაში დარწმუნებული და საბოლოო ჯამში ყველაფერი დადგება დიდი მადლობა მე დარწმუნებული ვარ მე არ ვინანობ იმას რომ ესე მიმუშავე არ ვინანობ იმას ბევრი მეუბნებოდა რომ აი ხო ხედავ მაინც არავინ არაფერი არ დააფასა იცი რა დაფასებისთვის არასდროს არ გვიმუშავია. იმიტომ რომ ასე მჯეროდა და ასე მწავს. ეგენი თავის გაფუჭებულობით, თავის გახრძილობით, თავის ნეპოტისტური კულტურით ზომავენ ყველაფერს. მაგრამ ეს კულტურა საქართველოს ერთხელ სამუდამოდ გაქრება და მოიძურკება. დიდი მადლობა. კურიერის შეკითხვებს ნიუ-იორკიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი